გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. ვიდრე ოპოზიცია მშვიდობიანი დამხობის შესახებ მოწოდებებს არ ისმის, ხელისუფლება სასპეკულაციო სივრცეების სულ უფრო მეტად შემცირებას ცდილობს. სწორედ ეს დასახელდა წინასაარჩევნო ეუთოოდირის მოწვევის მთავარ მიზეზად. მიუხედავად იმისა, რომ ამ სადამკვირვებლო მისიის მთავარ ფუნქციას ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი არ წარმოადგენს, მმართველი ზალა აცხადებს, რომ მზადა ეს საკითხიც მოხსნას დღის წესრიგიდან, რომ არჩევნების გამჭვირვალობასა და სამართლიანობაზე კითხვაც არ დარჩეს. ეს ნაბიჯი ოპოზიციისთვის მოულოდნელიც იყო და შიდა ურთიერთობებს შორის დამაბნეველიც. მართალი ოპოზიცია დაპირისპირებას არც მანამდე უჩიოდა, მაგრამ ბოიკოტის მომხრეებს არჩევნებში მონაწილეთა საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი არგუმენტი გაუჩნდათ. მათი ლოგიკით გახარია ხაზარაძის ტანდემი ამ გადაწყვეტილებით და ახლა უკვე ეუთოოდირის მოწვევით ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემას უგვარებს. ლეგიტიმაციის რომლის პრობლემა მმართველ ძალას არ აქვს და რომელსაც ის ოპოზიციის მიერ თვითიდან გამოწვეულ თემად მიიჩნევს. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საუბრებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმარი იქნება სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოქტორიშვილი, რომელიც რაიონის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გაგვაცნობს. მოგესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს ნინო წილოსავს. მოგესალმებით ალბათ ნინო, მაგალითად გადაცემაში მონაწილეობისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეუთოოდირთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თავიდან პოზიცია იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე ეუთოოდირის მოწვევა არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ შემდეგ პოზიცია შეიცვალა, რომ სივრცე აღარ დარჩენილიყო. ეხლა საკითხი მოდით ასე დავცვათ. აი როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის, ან რა იყო მთავარი ბიძგი ამ გადაწყვეტილების გარდა იმისა, რომ სივრცე არ დარჩენილიყო და იმოქმედებს თუ არა მაგალითად ეს დასავლელი ბიუროკრატების რიტორიკაზე, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს საპარლამენტო არჩევნებზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეუთოოდირის მოწვევა, რა თქმა უნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მომენტამდე ჩვენთვის უცნობი იყო ქართული ოცნება მარტო გამოდიოდა არჩევნებზე თუ გვეყოლებოდა ოპონენტები. იცით, რომ ოფიციალურად გახარია ლელოს პარტიის კანდიდატები დარეგისტრირდნენ არჩევნებს და შესაბამისად მყისიერად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეუთოოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეუთოოდირი ძირითადად არ ერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ყველანაირი რაღაც სპეკულაციის სივრცეები მოგვეხსნა და არ დაგვეტოვებინა არც ერთი რაიმე არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ ეს არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება და ყველაფერი სწორედაც რომ წესის და კანონის და სტანდარტის შესაბამისად იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიწვიეთ ეუთოოდირი აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიგზავნა წერილი და იმეც ვიტოვებთ, რომ რა თქმა უნდა ისინიც გარკვეული წნეხის წინაშე არიან ხოლმე ჩვენი ოპონენტების და რადიკალების მხრიდან. მათი ხელმძღვანელობის, მაღალი წარმომადგენლების ვიზიტები თუ მათი ყველა ბოლოდროინდელი განცხადებები, განსაკუთრებული შეტევების ობიექტი ხდება ხოლმე ამ რადიკალების მხრიდან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეუთოოდირი მოახერხებს და მონაწილეობას მიიღებს ამ სადამკვირვებლო მისიაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული უკვე სრულად ჩაკეტავს ყველანაირ სასპეკულაციო სივრცეს და ეს არჩევნები, როგორც არასდროს ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტის და მათ შორის ყველა წესის და სწორედ იმ წესის დაცვისაც, რომელიც გულისხმობს ეუთოოდირის და ზოგადად სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ საჭიროებს ხოლმე ამგვარ რაღაც დიდ პოლიტიკურ ყურადღებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ რადგან არ გვინდა, რომ რაიმე ასე ვთქვათ სპეკულაციები გაავრცელდეს და განევრცოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ. მე ჩემი კითხვის მეორე ნაწილში გულისხმობდი რა გავლენას იქონიებს ეს ევრობიუროკრატებზე, რომელთაც შეიძლება სასპეკულაციო თემა საპარლამენტო არჩევნებზეც არ უნდა ქონოდათ წესით, იმიტომ რომ ეუთოოდირის დასკვნა ამის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ დასკვნა გამოეტანათ, მაგრამ მაინც ბრიუსელიდან ისმოდა კრიტიკული განცხადებები, ევროპარლამენტი რეზოლუციას იღებდა, მიუხედავად იმისა, რას წერდა ეუთოოდირი. აი, როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე იქნება თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია, მით უმეტეს თუ ეუთოოდირი კვლავ ისეთ დასკვნას დაწერს, რომელიც შეიძლება ბრიუსელის მოსაწონი არ იყოს. რა თქმა უნდა, არც ეუთოოდირის დასკვნა აღმოჩნდა მათთვის
იმის საფუძველი, რომ სწორი განცხადებები გაეკეთებინათ, გულისხმობ გარე და შიდა აქტორებს, ვინც არჩევნების პროცესით არის დაკავშირებული და დაინტერესებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ეუთოუდირის დასკვნა ყველა მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებდა ამ არჩევნების სწორად კონკურენტუნარიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვერ გახდა ამ ადამიანების და ამ კონკრეტული აქტორების კმაყოფილების წინაპირობა. ახლაც ვერ დაგპირდებით, რომ არ იქნება რაღაც უსამართლო განცხადებები, არ იქნება უსაფუძვლო თავდასხმები, რა თქმა უნდა, როგორც გარე, ასევე შიდა ფლანგზე რჩება ის კონკრეტული პოლიტიკური გავლენები, ვისაც სურს, რომ არა ხალხის არჩეულმა ქართულმა ოცნებამ, არამედ გარედან დანიშნულმა მარიონეტებმა მართოს ეს ქვეყანა, ამიტომ თავისთავად ეს ბუნებრივი პროცესი იქნება, თუმცა სწორედ ამ ადამიანებს ყველანაირი არგუმენტის ხელიდან გამოცლისთვის კეთდება ის, რომ ეუთოუდირი ამჯერადაც მოწვეული იქნება და თუ ის მოახერხებს დასწრებას და პროცესზე დაკვირვებას ეუთოუდირის დასკვნაში კიდევ ერთხელ იქნება აღწერილი კონკურენტუნარიანად, სამართლიანად და ყველა ნორმების დაცვით ჩატარებული არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს იქნება შემაფერხებელი იმ უსამართლო განცხადებებისთვის და როდესაც ერთ მხრივ არსებობს ასეთი დასკვნა და სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, რომ არჩევნები ესეთი ძირეული დარღვევების გარეშე წარიმართა და ყველა რაღაც სტანდარტი დაცული იყო და მათ შორის კონკურენტუნარიანი გარემო იყო, ამის ფონზე, როდესაც კეთდება სრულებით საწინააღმდეგო განცხადებები კონკრეტული დაინტერესებული პირებისგან და ეს პირები, რა თქმა უნდა, სინქრონში არიან აქ ადგილზე ჩვენს რადიკალ ოპონენტებთან, თავისთავად ამას ყველაფერს ძალიან კარგად აანალიზებს ჩვენი საზოგადოება და სწორედ ამიტომ არის, რომ საზოგადოების მხრიდან გამოტანილი დასკვნებიც და ის რაღაც გონივრული გადაწყვეტილებები უკავშირდება აი ამ ხილვად მოცემულობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ ეუთოუდირის დაკვირვების შედეგად დადებულ ფაქტების მიუხედავად იყოს უსამართლო განცხადებები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სრულებით შეცვლის მოცემულობას. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდოდა რომ ვინმეს თუნდაც ერთი რაღაც არგუმენტი მაინც ეთქვა, რომ ჩვენ შევუშინდით რაიმე სადამკვირვებლო მისიის ამარჩევნებზე მყოფნას და რა თქმა უნდა ჩვენ ეს არგუმენტიც გავაბათილეთ იმ ფაქტით, რომ მოვიწვიეთ ეუთოუდირი და მზად ვართ, რომ რა თქმა უნდა მივიღოთ და მაქსიმალური წვდომა მივცეთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის, რაც მათი დასკვნის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ გარე შეფასებებზე და რა გავლენას იქონიებს ეს გარე პარტნიორებზე, მაგრამ ახლა მოდით ვისაუბროთ შიგნით როგორი მოქმედებს, გადაზღვის თუ არა ეუთოუდირის დასწრება, მონაწილეობა მონიტორინგის სახით არჩევნებზე, მაგალითად ოპოზიციის 4 ოქტომბრის გეგმებს. საერთოდ როგორ უყურებთ ამ გეგმებს? ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ წინ სართი გააკეთონ მშვიდობიანი რაღაცა ლამაზი რევოლუცია, ვარდების რევოლუცია თუ ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგად გამოსდით მათ ეს რაღაც შეფუთული მავნებლობები, ამის და მიუხედავად ეს ყველაფერი, რაც ისინი საუბრობენ, არის ანტიკონსტიტუციური მოქმედება. ამ ქვეყანაში, ისევ როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში და სამყაროში, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი და ყველა სხვა ფორმა, რომელიც სხვა ძალადობრივი თუ სხვა ფორმებით ცვლის ხელისუფლებას, არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენს კონსტიტუციაში, სისხლის სამართლის კოდექსში ყველგან საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი რა არის დანაშაული და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან მისი ამ დამხობისკენ მოწოდება არის დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავენ და ძალიან კარგად იციან, რასაც აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რევოლუციას წინ მშვიდობიანი ან რაღაცა არაძალადობრივი უწოდონ, თავისთავად რევოლუცია გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ეს არის კანონდარღვევა, საკმაოდ სერიოზული. ამიტომ მათი მხრიდან, როგორც ერთ შემთხვევაში მზია ამაღლობელი სწორედ პროვოკაციულად და დემონსტრაციულად ცდილობდა, რომ სახელმწიფოსთვის იმ პოლიციელის სახით სახელმწიფოსთვის გაერტყა სილა, ამ შემთხვევაშიც მათი ეს მოწოდებები არის სახელმწიფოზე გარკვეული თავდასხმა და ეს პროვოკაცია გულისხმობს იმას, რომ თუ გაუვათ, რა თქმა უნდა 4-ში ალბათ ექნებათ ამის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას
პულსი არ ესინჯება, მათი ძალადობრივი შინაარსი არ იცვლება. და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა წარმოადგენს ამ პარტიას და ემსახურება ნაცისტურ მიზნებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა. მეორე ფაქტორია, აქვს თუ არა მის შანსი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი მოუწოდებენ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს აკეთებენ და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ, იმიტომ რომ როდესაც კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებზე არის საუბარი, სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ შესაბამისად იმოქმედოს. მე მინდოდა, რომ საზოგადოებისთვის ნათლად და მკაფიოდ ამეხსნა, რაზეა საუბარი და როგორც ანუ თქვენ არ გამორიცხავთ რეაგირებას ამ განცხადებების ავტორების მიმართ, რომლებიც მუდმივად იმეორებენ ამ მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ, მშვიდობიანი დამხობის, ბოდიში ეს კიდევ უფრო ისევ დაკონკრეტება ხდება ამ ფრაზის. თია, მე როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს მაქვს სურვილი, რომ ყველა ადამიანი, ვინც განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან და სერიოზულ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაზე საუბრობს, როგორიც არის დამხობა, იყოს შესაბამისად პასუხგაცემული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამისკენ მიემართება მათი ეს მოხშირებული განცხადებებიც, რომ გარკვეულწილად რაღაცა გამოცდა ჩაუტარონ სახელმწიფოს და განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც თავისთავად ოპოზიციური წარმომადგენლების და რაოდენ რადიკალურებიც არ უნდა იყვნენ, ისინი რეალურად პოზიციონირებენ როგორც ოპოზიცია, მათთან მიმართებაში განსაკუთრებით ფრთხილები ვართ, რომ ეს არ გაიყიდოს ძალიან ცუდად უცხოური აქტორების თვალში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოსცა ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლების ბრძანება, კიდევ ერთხელ ალბათ კარგად ვათვიცნობიერებთ, ხო? რისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული? მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება და სამოქმედო არეალი მიეცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ არ იყოს გარკვეული სპეკულაციები. ამ შემთხვევაშიც ისინი სპეციალურად ცდილობენ, რომ პროვოკაცია მოუწყონ სახელმწიფოს და ზოგადად კანონიერ წყობას, იმისთვის, რომ შემდგომში მიიღონ ან სათანადო პასუხი, რომელსაც კანონი ძალიან მკაფიოდ ჩანაწერით პასუხობს, სახელმწიფო დამხობის მოწოდებები როგორ ისჯება, ან გაუვიდეთ ეს ყველაფერი და 4-ში ქონდეთ რაღაც კონკრეტული მცდელობები. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საკმაოდ ფრთხილად ვიმოქმედებთ ამ შემთხვევაში, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათი მცდელობების მიუხედავად მათ არ ექნებათ ამის რესურსი. თუმცა ეს ყველაფერი არ გამორიცხავს და არ ანულებს იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები კონკრეტული კანონდარღვევის მოწოდებებით გამოდიან და დამხობა და რევოლუციები სწორედაც რომ კონსტიტუციური წყობილების კანონის საწინააღმდეგო დამხობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან პროვოკაცია, რომელსაც წესით აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ერთი მხრივ სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ თავად ამომრჩევლის და საზოგადოების მხრიდან. 4-ში ყველამ გაიხსენოს, ვინ დგას ქართული ოცნების ოპონენტად. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება სახელად გახარია ლელო ერქვათ, გახარია და ლელო არც ერთ მომენტში მათ არ უმოქმედიათ ნაციონალური მოძრაობის საერთო სულისკვეთების წინააღმდეგ, ხო? ამიტომ ჩვენი ოპონენტები მონაწილეობით თავდაპირველად ანათემას გადასცეს ორივე პარტიის წარმომადგენლები იმის გამო, რომ ისინი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის ფრთის წარმომადგენლებმა და იმ პატარ-პატარა პარტიებმა, რომლებიც ამ ოპოზიციის, ამ კონკრეტული პარტიის ფრთის ქვეშ იმყოფებიან. არც ძალიან პრიმიტიული მცდელობა არის, რომ ვინმე დააჯერონ, რომ თითქოს სხვადასხვა განშტოებები არიან. ეს ძალიან კარგად დადგმული სცენარი არის, რომელთაც სურთ, რომ სხვანაირად დაპოზიციონირდნენ. უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ, აინახავთ, რომ გახარია და ლელოც თავისი ლიდერებიანად პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ერთიან სცენარში ჯდებოდნენ, როცა როგორ ჭირდებოდა აი ამ ერთ დიდ ბოროტ მანქანას შესაბამისად მოქმედებდნენ და ამ შემთხვევაში სწორედ ეს ჭირდება აი ამ ერთ რაღაცა მავნებლურ დაჯგუფებას, რომ დაიყონ და თითქოს ილუზია შეიქმნოს, რომ ისინი სხვანი არიან. ამიტომ 4 ოქტომბერს მოსული ამომრჩეველი
კარგად უნდა თვითცნობიერებდეს რა ძალა დგას ჩვენს წინააღმდეგ. ეს იდგება არჩევნებში და ეწერება ბიულეტენში თუ იდგება ქუჩაში და მოუწოდებს რევოლუციურ სცენარებზე. ეს არის ერთი მავნებლური ძალა, რომელიც ყველა საშუალებას იყენებს, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის დამაზიანებლად იმოქმედოს. ქაბატონ ნინო, თქვენ რესურსი აღნიშნეთ, რომ ამ ყველაფრისთვის რესურსიც არის საჭირო. ერთი მხრივ ცოტა გასაკვირია, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ მიმდინარეობს რევოლუციური დამხობის შესახებ საუბარი, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები ვერ გამოდგება რაღაც ფუნდამენტური ცვლილებების რევოლუციური განწყობების დასაკმაყოფილებლად პირველ რიგში, მაგრამ ეს მოდით ცალკე გადავდოთ. მეორე საკითხია რესურსი, რამდენად არის. თქვენ თვითონვე განაცხადეთ, რომ ამის რესურსი დაგსახსულ ოპოზიციას ნაკლებად აქვს, მაგრამ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო დროს, აი გუშინ სოფო ჯაფარიძეს ეს განცხადება, რომ მათ უფრო მეტად ეიმედებათ ქართულისებიდან წასული თქვენი ყოფილი თანაგუნდელების, როგორც ეს გაირკვა. აი რა შეიძლება, რა მიმართულებით შეიძლება დაიმედებოდეთ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების მხარში დგომა დახმარება? არ ვიცი, კონკრეტულ სახელებს და გვარებს მართველი ძალა არ ასახელებს, მაგრამ მაინც. ხო, ძალიან საინტერესო წამოწდენა, თუ რაღაც ახალი ტალღა აქვთ წამოწყებული, თითქოს გვაშანტაჟებენ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებით. ეს ყველაფერი ერთში გვარწმუნებს, რომ ანიტა როგორც შიდა ინფორმაციით იყო უკვე ცნობილი საზოგადოებისთვის უკვე საჯაროდ, ანიტა რეალური და არსებული სცენარია, როგორც ჩანს რიგ ჩვენს სხვადასხვა წარმომადგენლებს ჰქონდათ კონკრეტული გარიგებები და ურთიერთობა ანიტა ხაბეიშვილთან და სხვებთან ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს გულისხმობ და ახლაც სამწუხაროდ როგორც ჩანს აქვთ გარკვეული კომუნიკაცია და არ ვიცი რამდენად უკვე გაერთიანებული ძალებით თუ ამაზე მიდის მსჯელობა და ფიქრი, მაგრამ აპირებენ რომ რაღაც ახალი პროვოკაცია და მავნებლობა დაგეგმონ. ამ ყველაფერში ერთში რაშიც ვწმუნდები, ეს არის რომ მეორე მხარეს მდგომი ადამიანები, ვიზეც თუნდაც სოფო ჯაფარიძე ან სხვები საუბრობენ, თითქოს ჩვენი რიგებიდან წასული ჩვენივე თანამებრძოლები ბრჭყალებში, ეს ადამიანები აშკარად ამ რადიკალებთან თანამშრომლობდნენ, ამიტომ როგორც ჩანს მათ მხარეს არც ისე სუფთა არის ყველაფერი. ამიტომ სანამ ვინმე რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოილაშქროს, ალბათ უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს და იმ კონტაქტებზე, რომელიც როგორც ჩანს, ძალიან აქტიური იყო ნაციონალური მოძრაობასთან იმ პერიოდში, როდესაც ისინი სახელმწიფოს მხარეს საქმიანობდნენ. ეს იქნება ჩემი მოკლე პასუხი. გასაგებია. მადლობთ, ნინო წილოსანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა მევსალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს ვაგრძელებთ მაჟორიტარ კანდიდატებთან ინტერვიუს. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოქტორიშვილი შემოგვიერთება ხა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ გაქვთ საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გარემოს დაცვის კომისიაში ამ მიმართულებით და ამ ხაზს გავაგრძელებთ მომავალ საქმიანობაში, აი რამდენად აისახება ეს თქვენს გეგმებზე უშუალოდ მაჟორიტარობის რანგში. გარემოს დაცვას გულისხმობ რა. მოგესალმებით, ქალბატონ თეა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა ეთერში მოწვევისთვის. დიახ, ნამდვილად, მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ გარემოს დაცვით მიმართულებით უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელოთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივით და გადაწყვეტილებით სამგორის რაიონში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. სკვერების, პარკების, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჩვენთანაც არის ესეთი მრავალი სკვერ პარკი მოწყობილი, ერთ-ერთი გახლავთ ზემო პლატოს ხევის პარკი, ეგრეთ წოდებული, რომელიც 2021 წლის მარტის თვეში დავიწყეთ, ამ პარკის მოწყობა 4 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის არის და ამ მისამართთან ამ ლოკაციის გარდა სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად იქნება რეკრეაციული სივრცეების და არეალების მოწყობა, როგორც ქალაქ თბილისის მერიის მიერ განხორციელდება, ასევე სამგორის რაიონის ბიუჯეტში იქნება დაგეგმილი და ასახული მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კი ბატონო, მხოლოდ განწვანება არ კმარა დამეთანხმებით ალბათ იმისთვის, რომ განვითარდეს რაიონი. აი, რა კონკრეტული ინიციატივები გაქვთ თქვენ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს?
დიახ, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები მრავლად არის, სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურულ ნაწილს გამოყოფდი, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებში არის მრავალი პროექტი განხორციელებული, თუმცა გამოწვევები მრავლად არის და ამ მიმართულებით იქნება ყისიერი და მაღალი ჩართულობა იმ სამგორის რაიონის გამგეობიდან, რომ მაქსიმალურად ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებული არის და მოსახლეობასთან შეხვედრებით უფრო მკაფიოდ იკვეთება, მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩვენ აუცილებლად დავსახოთ და განვახორციელოთ ეს პროექტები, რომელიც ხალხის მიერ არის დაყენებული დღის წესრიგში. ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამა მუშაობს უკვე რამდენიმე წელია. აი, რა აჩვენა ამ წლებმა და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ საბოლოოდ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული. აი, თქვენი რაიონიდან გამომდინარე, ვთქვათ. დიახ, დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა. ამ მიმართულებით ბატონ კახიკალაძის ინიციატივით და გადაწყვეტილებით მართლაც ისტორიული პროექტი დავიწყეთ 2018 წელს, 2017 წელს იქნა ეს გაცხადებული და უკვე ასეულობით ოჯახს გადაეცა კეთილმოწყობილი, ახლად აშენებული მრავალბინიან საცხოვრებელში ბინები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ვარკეთილის მესამე მასივისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები ჩვენთან არის მრავლად 60-იან წლებში აშენებული კორპუსები, რომლის ექსპლუატაციის ვადაც უკვე გასული არის, მრავალი წელია უკვე ეს პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, ეს პროცესი დაწყებული არის და მოსახლეობა ჩართულია მაქსიმალურად ამ პროცესში, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები უფრო დროულად განხორციელდეს, უშუალოდ მე ვიქნები ამ პროცესებში ჩართული დედაქალაქის მერიასთან ერთად და მინდა რომ კახიკალაძეს პირადად მადლობა გადაუხადო ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის, თითქმის ყოველდღიურად შეხება გვაქვს ჩვენ და შეხვედრები მოსახლეობასთან. თითქმის ყველა უბანში, ყველა კვარტალში ეს პრობლემა დგას. ჩვენ გვაქვს უკვე მოლაპარაკება, ესე ვთქვათ, მოსახლეობასთან, მზაობა არის მოსახლეობის მხრიდან, რომ ამ ჩანაცვლების პროექტში მიიღონ მონაწილეობა, დაწყებული არის თბილისის მერიასთან აქტიურად მოლაპარაკებები, შეხვედრები და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უფრო მასშტაბური და ეფექტური გახდეს. დედაქალაქის მერიასთან ერთად ვიმოქმედებთ მაქსიმალურად, რომ უფრო მეტი შედეგი მივიღოთ და უფრო მოკლე ვადაში მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მძიმე პრობლემა და გამოწვევა ვარკეთილის მესამე მასივში. კი ბატონო, აი ბოლოს დასასრულისკენ ჩვენ ინტერვიუს დასასრულისკენ ვარკეთილის მეტროზეც მინდა გკითხოთ აუცილებლად, რადგანაც მიმდინარეობსარეაბილიტაციო პროცესი, აი როგორ წარმოგიდგენთ, რა შეიძლება გაკეთდეს როგორც შიგნით, ისე გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე. დიახ, მოკლედ ეს პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ ჩატარდა უამრავი შიდა სამუშაოები, კვლევები, რის საფუძველზეც ამ წუთებშიც მიმდინარეობს ამ პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, რომ მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის მერმა გააკეთა უკვე განცხადება ამის შესახებ, რომ ხდება მოდერნიზება მეტროსადგურების, ასევე დამატება ხდება რამდენიმე ერთეულის მეტროს ვაგონების, რაც გზავრთან ნაკადის გადაადგილებას უფრო მეტად ეფექტურს გახდის, უფრო მეტ გზავრს მოემსახურება და ეს უფრო მეტად აისახება იმაზე, რომ მცირე დროში მოხდება უფრო მეტი ნაკადის, ესე ვთქვათ, ტრანსპორტირება. ამ მიმართულებითაც მოგეხსენებათ, რომ ტრანსპორტის მიმართულებით უამრავი პროექტი განხორციელდა, ერთ-ერთი არის შევეხები ასევე ავტობუსების ჩანაცვლებას, მიკროავტობუსების ჩანაცვლებას, ამორტიზირებული იყო წლების განმავლობაში, მოსახლეობამ კარგად იცის თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო და მძიმე გამოწვევა დედაქალაქში და ეს პრობლემა 100%-ით უკვე თითქმის გადაჭრილია უშუალოდ კახიკალაძის ინიციატივით და გადაწყვეტილებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მსგავსი ტიპის საკითხებზე აღარ მოგვიწევს საუბარი, რადგან ეს პროცესები დაწყებულია და უმოკლეს დროში მაქსიმალურად იქნება ამოწურული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. სანგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოხტურიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო მოვლენთა ქრონიკა ამ დროისთვის. გაეცანეთ ყველა სიახლეს იმედი ნიუზზე და მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.